საბოლოოდ კაკო დარწმუნდა, რომ ის სათავგადასავლო ექსპედიციაში კი არა, დავარცხნილ ოქროს გალიაში მოხვდა. აქ მისი როლი წინასწარ იყო გაწერილი. უნდა ახლოდა ტურისტულ ნაკადს, წმინდა წესებს და ამ ცნობურ საზოგადოებაში უაზროდ ეხარხარა. ეს სტერილური წესრიგი მისთვის ნელ სიკვდილს გავდა და სწორედ აქ გაახსენდა კაკოს, როგორ მიაღწია 300,000 გამომწერს. არა ტრადიციული მდიდრული მოგზაურობით, არამედ უშუალობით და გაბედული სისულელეებით. მისი მთავარი კრედო ყოველთვის იყო dare to be stupid. და სანამ სხვებს სულელად გამოჩენის შიში უაზრო წესების მორჩილებისკენ უბიძგებდა, კაკომ ეს ფრაზა თავისუფლების სიმბოლოდ აქცია. ის იყო ადამიანი, რომელიც სცენაზე შევარდა სიტყვის შესასრულებლად. დანგრეული მანქანით სახიფათო გზები გადალახა.